რადიო მაესტროს ეთერშია ინტერვიუ. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო მაესტროს FM 94.7-ზე, ეს არის ინტერვიუს ფორმატი, მე კი მისი წამყვანი ლევან ჭითანავა ვარ. რამდენიმე წამში შემოგვიერთდება სტუმარი სატელეფონო ჩართვით, ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ბატონი ლევანი უკვე ხაზია, ბატონი ლევან, მოგესალმებით და მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლევან, მთავარი ჩვენი სასაუბრო თემა არის თვითმმართველობის არჩევნები. სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ეს საკითხი და შესაბამისად თქვენთანაც ამ თემაზე გვექნება ძირითადად კითხვები, მაგრამ მანამდე გვაინტერესებს თქვენი შეფასება, გითხრათ, დღეს რა რეალობაა პოლიტიკურად ქვეყანაში? მე ვფიქრობ, რომ დღეს უმძიმესი ვითარება არის ქვეყანაში პოლიტიკურად, თუ შევხედავთ ხელისუფლებას, ხელისუფლებამ საბოლოოდ მიაღწია ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას, ეს არის შეკრული, კარგად ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი თავისი რეპრესიული სისტემით, უკვე ასე ვთქვათ, რაღაც ცნებების და ტერმინების გამოც კი შეიძლება ჟურნალისტები დააჯარიმონ და დაასანქცირონ, ჩვენ ვხედავთ, რომ სტუდენტებს თუნდაც ნაკლებად ზრდილობიანი ქმედების გამო 12 დღით უშვებენ ციხეში, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ოპოზიციას, მის ლიდერებს, რომელთაც აკავებენ და 3 და მეწლიანი ასე ვთქვათ, პატიმრობით ემუქრებიან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე ცდილობს ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და ფესვები აქვს უკვე ამ დიქტატურას გამდგარი, ასე ვთქვათ, ჩვენ ნიადაგში. მეორეს მხრივ ხედავთ ოპოზიციას, რომელიც არის დაშლილი, დაქსაქსური, არ აქვს სტრატეგია, არის დამოკიდებული ვიღაცების Facebook პოსტებზე და რომელიღაცა ბაბლის ან რომელიღაცა Facebook ჯგუფის წეწოლაზე და თავისი მხარი პოზიცია არ აქვს, არიციან არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა თუ არ მიიღონ. თავიდან თქვათ გამოდიან მაქსიმალისტური მოთხოვნებით, ვერაფერს ვერ აღწევენ ამ მოთხოვნების თვალსაზრისით, შემდეგ ეს იწვევს მოსახლეობაში იმედგაცრუებას და ასე შემდეგ. მასშტაბად რო შევაჯამოთ, ჩვენ გვყავს ორგანიზებული ავტორიტარიზმი ხელისუფლების სათავეში და არაორგანიზებული და დაქსაქსული, ნაკლებად უნარიანი ოპოზიცია. მასშტაბად ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ ეტაპზე, როდესაც ძალიან ბნელა გარეთ და ძალიან ნაცრისფერი გარემო არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. კი ბატონო, მაგრამ ბატონ ლევან, ძალიან მნიშვნელოვან პროცესზეც მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რაც შეეხება საპროტესტო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. თქვენ ხელისუფლებაზეც ისაუბრეთ, ოპოზიციაზე, მაგრამ ეს პროცესი დამოუკიდებლად დღემდე მიმდინარეობს. ამ პროცესთან დაკავშირებით თქვენ რა აზრის ხართ? ნელ-ნელა იწურება პერსპექტივები ამ პროცესისთვის, თუ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი კვლავინდებურად შეიძლება პერსპექტიული იყოს და წარმატებას მიაღწიოს? ეს საპროტესტო მოძრაობა არის უმნიშვნელოვანესი მოძრაობა. ეს პროტესტი რო არ არსებობდეს, არც სასანქციო რეჟიმი იქნებოდა დაწესებული ხელისუფლების წინააღმდეგ, სანქციები და აქციები არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ დღეს ხელთქვიფრია ქართული დემოკრატიის დასაცავად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მარტო ამგვარი აქციებით და სანქციებით ხოს ვერ გავალთ. ამიტომ რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, ახალი სტრატეგია არის შესამუშავებელი. ასე რომ პატივი ვცეთ ამ ინსტრუმენტებს, უნდა შევინარჩუნოთ ის ინსტრუმენტები, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ აი მათ განვითარებაზე. ხო, ახლა შეიძლება რაღაც მაგალითად სუპის მოსამზადებლად წყალი არის აუცილებელი, მაგრამ მხოლოდ წყლით ვერ მოამზადებ გემრიელ წვნიანს, კიდე სხვა ინგრედიენტებიც არის საჭირო და აი ასე ვართ დღეს ჩვენ. ცეცხლი გვაქვს, წყალი გვაქვს და ეხლა სხვა ინგრედიენტები ჭირდება, რომ საბოლოოდ მომზადდეს რაღაც სასარგებლო ამ საზოგადოებაში. გასაგებია, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჯერ კიდევ მკაფიო გადაწყვეტილება არ არსებობს ოპოზიციაში
კონკრეტულად მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას აქ გარდა გახარია საქართველოსთვის პარტიისა. Როგორ ფიქრობთ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ფორმატში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იცვლება ხო გარემოებები, კონტექსტი და რეალობა და შესაბამისად კლავინდებურად მინდა მოვისმინო თქვენგან აზრი, მინდა მიიღოს თუ არა პოლიტიკურმა, ანუ ოპოზიციურმა სპექტრმა ამ არჩევნებში მონაწილეობა. ვინაიდან ორად იყოფა აღნიშნულთან დაკავშირებით აზრი, ერთი ამბობს, რომ ამით ხელისუფლების ლეგიტიმაცია შეუწყობს ხელს და შესაძლებელია ამის შემდეგ თუ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას დასავლეთმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მათთან კომუნიკაცია განაახლონ და ამითაც საერთაშორისო ველზეც მოხდეს მათი ლეგიტიმაცია. მეორე ნაწილი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა და ყველა საჭირო ველზე იბრძოლოს და მოიპოვოს გამარჯვება. ისიც რა არის ძალიან რთული შეკითხვა და პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არსებობს ამ შეკითხვაზე. მე მაგალითად პირადად პასუხელი და იდეალური სცენარი იქნებოდა ის, რომ ჩვენ გადაფხულზე აქციებით და სანქციებით მიგვეღწია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის და საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად გამართულიყო. აი ეს იქნებოდა იდეალური სცენარი, მაგრამ ხედავთ, რომ აქციებს და სანქციებს მხოლოდ შედეგები არ მოაქვს, ახალი გეგმის შემუშავებასაც ოპოზიციური ძალები ვერ ახერხებენ, ადამიანებს კი სჭირდებათ რაღაც სამობილიზაციო ველი, სადაც დაირაცხებიან, გამოხატავენ თავიანთ აზრს, მორიგ დარტყმას მიაყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. და მე ვფიქრობ, რომ მაინც მიუხედავად საშინელი საარჩევნო გარემოსი, საშინელი ვითარების და რაც არსებობს თქვათ დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია კონტროლებს ყველაფერს, ამორჩეველთა მოსყიდვის პრაქტიკა ჩვეულებრივ მოვლენად არის წეული, მიუხედავად ყველაფრისა, აი ამ სასოწარკვეთილ ვითარებაში მაინც ღირს გაბრძოლება. ოღონდ თუ გაიბრძოლებ ხელისუფლების წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების ველზე, უნდა იყოს შეკრული, მოწესრიგებული, საერთო სტრატეგია უნდა გქონდეს. მაგალითად, უნდა წარადგენდე ასე ვთქვათ, უპარტიო პროფესიონალ, ანუ ტექნოკრატ კანდიდატებს მერების თანამდებობაზე. თქვათ, ამ ველზე თუ შედიხარ, უნდა გყავდეს კარგი დამკვირვებლები, კარგი კომისიის წევრები, გადამზადებულები უნდა იყვნენ ისინი. თუ შედიხარ ამ ველზე, ჩვენ უნდა უთხრა მკაფიოდ შენ ამ მომრჩეველს, რომ მე არა მაქვს თავი თელ საქართველოში ვიბრძოლო, მაგრამ აი ხელისუფლების ლეგიტიმაციას ვაკავშირებ თბილისთან, ან რომელიმე ორ დიდ ქალაქთან. გააკეთებს ხელისუფლება თბილისს. ამას გამოვაცხადებ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც კიდევ ერთ დარტყმად მის ლეგიტიმაციაზე, ხო? ანუ სტრატეგიებია შესამუშავებელი. დამკვირვებლები, კომისიის წევრები, ტექნოკრატი და უპარტიო მერობის კანდიდატები და მინიმალისტური, შედარებით მინიმალისტური, მაგრამ რეალისტური მიზნის დასახვა თბილისის არ რომელიმე ორი ქალაქის მოგების თვალსაზრისით, მაგრამ როგორც ჩანს, ოპოზიცია ამ თემაზეც ვერ დაახლოება და უფრო მეტი დაკავებულები არიან იმით, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ და თქვან, რომ აი ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მოღალატეები ხართ, ვინ არ იღებს მონაწილეობას, ესე იგი პატრიოტები და თავისუფლი ხალხი ხართ და ასე შემდეგ და საბოლოოდ მაინც და როგორ ფიქრობთ, ბატონო ლევან? როგორ ფიქრობთ, ანუ რაშია პრობლემა, რატომ ვერ ხერხდება მათ შორის კომუნიკაცია, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის თვითმმართველობის არჩევნები? ბევრი ფაქტორია აქ, ერთ-ერთი ფაქტორი მაგალითად გახლავთ აი ამ პოლიტიკური ძალების არაკომპეტენტურობა, სრულიად არაკომპეტენტური პოლიტიკური ძალები არიან, თვითონაც არიციან რა უნდათ, როგორ უნდათ და ასე შემდეგ. მეორე მიზეზია, რომ ეს პოლიტიკური ძალები არ არიან დამოუკიდებელი, არიან დამოკიდებული სხვადასხვა საფინანსო ცენტრებზე და წყაროებზე. აი მაგალითად შეძლებს ნიკა გვარამია დამოუკიდებელ გადაწყვეტილების მიღებას გიაურთან და სხვა ამ კონცერნებთან კონსულტაციის გარეშე ესეც საკითხავია და ასე შემდეგ და რაც თავარია ეს ოპოზიციური პარტიები არიან თავიანთი უაზრო
განცხადებების, დაუსაბუთებელი განცხადებების უსხვერპლი. შენ თავიდანვე, როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თავიდანვე ყველა ხილი გადაწყვეს უკან დასახევი გზა ჩაიხერდეს თვითონ, ყველა ტიპის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს და ეხლა უნდა თავარჩევნებში მონაწილეობა. ხო ეს ლელოს ეხება. თავიდანვე, ესე იგი, ლაპარაკობდნენ როგორც გვარამია, ეხლა უნდათ მოიქცნენ როგორც გახარია იქნება. ხო, ესე არ გამოდის, ან გახარიას სტრატეგიას უნდა მიყრე, ან გვარამიას სტრატეგიას. და ორივეს ერთად რომ მიყვები, გამოდიხარ მამუკა ხაზარაძე, ანუ ხელმოწარული პოლიტიკოსი, რომელსაც ესე იგი ფინანსებით აქვს გუნდი წავს, ხა იქ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანია, რაღაც კულტურულ პლასტებშიც ხარდაჭერა გამშენი საბათი და რაღაცები. მაგრამ აი ეს შენი საბანკო წარსული და სრულიად არაკომპეტენტურობა და ხელმოწარულობა მერე უკან ხებს ხოლმე. ასე რომ ბევრი ბიზნესია, იმიტომ რომ ვერ თანხმდებიან და რაღაც საერთო სტრატეგიას ვერ შეიმუშავებენ ხოლმე. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა უნდა ქნას ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ, იმ ნაწილმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციას მხარს უჭერდა. თვითონ უნდა შექმნან პოლიტიკური პარტიის წევრები, თვითონ უნდა შექმნან პარტიები, უკვე არსებულ პარტიებში და შევიდნენ და მოითხოვონ მათთვის ბერკეტები. თვითონ უნდა დაიწყოს ზემოქმედება აი ამ ოპოზიციურ პარტიებზე და არ უნდა დაელოდნენ კულტურადების და სხვების რაღაც ექსპერტიულ იდეებს. ასე რომ ესე იგი ქვეყანაში დგება პარტიული პოლიტიკის დრო, პარტიულ პოლიტიკაში არსებული ასე ვთქვათ ელიტები ჩასანაცვლებელია. მათი აქტივი რომ დამოვიდეს აი ეს აქტივისტები, ჯგუფები, რომლებიც ამდენი ხანია იბრძვიან და აქვთ უკვე ჩამოყალიბებული ხედვა იმის თაობაზე თუ როგორი ბრძოლის მეთოდებით, როგორი რიტორიკით, რა ღირებულებებით შეიძლება გაგრძელდეს წინააღმდეგ. ხო, მაგრამ ბატონ ლევან, ყველა ხო ვერ მოვა პოლიტიკაში. არ არის ესე იგი შეზღუდული ადგილები. შეიძლება ყველა არ იყოს პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი, მაგრამ პარტიის წევრებს თუ ისინი ორგანიზებული არიან და თუ იბრძვიან საქართველოს კანონმდებლობით ძალიან ბევრი უფლებამოსილება აქვს. შეუძლიათ ყრილობაში მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ ცენტრალური და სტრატეგიული საკითხების განსაზღვრაში მიიღონ მონაწილეობა და ყველაფერი არ დაუპოვონ იმ ერთეულებს, რომლებიც ტელევიზორში ჩანან ხოლმე. ასე რომ პოლიტიკაში მოსვლა და პარტიის წევრობა უფრო სწორად აღნიშნავს, რომ შენ პროფესიას წუწყვეთ, შესაქმიანობას წვდები და მარტო ერთ საქმეს აკეთებ ამ რაღაცა პარტიულ საქმიანობას რა არის შესაძლებლობები. მე არ ვითხოვ იმას, რომ ყველა აქტივისტი პოლიტიკაში მოვიდეს, მე ვითხოვ, რომ ყველა აქტივისტმა სხვადასხვა პარტიაზე დაიწყოს ეწოლა სხვადასხვა ფორმით და შეეცადოს მათი სტრატეგიის განსაზღვრას და ერთ ოთახში, ერთ კაბინეტში და რაღაც პარტიული ბოსების ირგვლივ შეკრებილი ადამიანების წრეში არ ხდებოდეს ბეგი პროტესტისა წინააღმდეგობის სტრატეგია. კი ბატონო, და რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობას, ანუ თქვენი შეფასებიდან და ანალიზიდან გამომდინარე, ბატონ ლევან, თქვენ უფრო მომხრე ხართ, რომ მიიღოს მონაწილეობა ოპოზიციამ, თუ მაინც არის მოსაზრება და გარკვეულწილად ემხრობით იმას, რომ ბოიკოტი გამოცხადდეს? ბოიკოტს ამ ქვეყანაში სამწუხაროდ არასდროს არ უმუშავია. არასდროს, ხო, ეროვნულ კონგრესმა გამოაცხადა ბოიკოტი და ჩავარდა, ზვიადის მოაცხადეს 92 წელს ბოიკოტი და ჩავარდა, მერე ლევან გაჩეჩილაძის ბოიკოტმა არ უმუშავია არასდროს ბოიკოტს აქ. თუ რაიმე არჩევნებზე უკეთეს მოიფიქრებენ და წინააღმდეგობა სხვა სულს შთაბერავენ, მე ვარ იმ უკეთესის მომხრე, მაგრამ ჯერჯერობით ამ ოპოზიციას სტრატეგიები არ დაუსახებდა. სანამ უკეთესი არ მოუფიქრებიათ, წინააღმდეგობით ახალი, ასე ვთქვათ, მეთოდები არ დაუნერგავთ ცხოვრებაში, მანამდე ერთადერთი გზა, რომ რაღაც კიდევ ერთი მიმართულებიდან შეუქმნათ დისკომფორტი ავტორიტარულ
რეჟიმს ეს არჩევნებია, ხო? ანუ მე რას ვამბობ, მე კაფიოთი და დაიდო ჩვენმა რადიოს მენელმა. არავინ არ არის აღფრთოვანებული არჩევნების იდეით და არავის არ უნდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა, სადაც ფაქტობრივად გამწირული ხარ დამარცხებისთვის, მაგრამ ამის ალტერნატივა არის გულზე ხელით დაკრება და რაღაც აი ეს უკვე 100-ჯერ გამოცდილი მეთოდების მილიონჯერ გამოყენება და მარტო აქციების და სანქციების ამარა ყოფნა. ეს არ კმანა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ხომ არ აჯობებს შემთხვევით იქნებ, რომ აი უთხრათ ამორჩეულს, რომ აი თბილის თუ მოვიგებთ ეს საფრთხეს ვაცლით ხელისუფლებას. ამიტომ მობილიზდეთ, დავირაზმოთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა დავართვათ ქართულ ოცნებას. თან მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კენჭისყრამ კაფიოთ აჩვენებს, რომ თბილისში ქართულ ოცნებას ავტორიტეტი არ აქვს, თბილისში კახიტალაძე არ უყვართ, იციან მისი ყველა თავგადასავლის შესახებ, მისი კორუფციის შესახებ და ქართულმა ოცნებამ რაც დაამტკიცა ეს ქალაქი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასე რომ წინაარჩევნების შედეგებით და ზოგადად განწყობად ქართული ოცნების საწინააღმდეგო ამ ქალაქში და ასე იგი ჩიტი ბრდონად ღირს თუ საერთო სტრატეგიით დავა ოპოზიცია თბილისის არჩევნებში. კი ბატონო, ჩვენი სასაუბრო დრო იწურება, მინდა მოვასწრო კითხვის დასმა, ამ ხაზს რომ გავყვეთ ბატონო ლევან და მიიღო ოპოზიციამ მონაწილეობა ამ არჩევნებში და როგორც თქვენ ამბობთ, არა თანასწორ ბრძოლაში ჩაერთო. შედეგად წარმატებას ვერ მიაღწია. და ისევ გააკეთებს განცხადებას, რომ ეს არჩევნები გაყავდა და შესაბამისად ამიტომ დაიდო ეს შედეგი. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იბრძოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და გამოხატავდა პროტესტს, როგორ მიიღებს ამ შედეგს და ამ განცხადებას? ხო და ამიტომ წინასწარ უნდა დაელაპარაკო ამ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, საშილად მიიღებს. ამიტომ წინასწარ უნდა დაელაპარაკო ამ საზოგადოებას და აუხსნა, რომ ესე იგი პატრიოტთა არჩევნების ჩატარების შანსი არ არსებობს, გამარჯვების მოპოვება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრი ამომრჩეველი გამოცხადდება საარჩევნო უბანზე, ძალიან კარგი დამკვირვებლები ეხოლება ოპოზიციას, კომისიის წევრებიც იბრძოლებენ და აუხსნა ამომრჩეველს, რომ ბრძოლა არის უკანასწორო და გამარჯვების შანსი არის ნული, თუ არ გამოცხადდა საყოველთაო მობილიზება და დარაზვა. მეორე თვალსაზრისი კი ნახავთ ასეთი, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ყველა ბერკეტი, დემოკრატიული ბერკეტი, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, ხო? ადგილობრივ არჩევნებში დავმარცხდით, მერე იქნება სამწლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ასეთი არჩევნები აღარ ჩატარდება და უკვე ამორჩეველსაც მოქალაქესაც ეცოდინება, რომ ყველა დემოკრატიული წესი ნაცადია, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. ყველა ტყვია, ქაღალდის ტყვია უკვე გასროლილია, შეიძლება ეხლა დადგა დრო სახალხო მოძრაობის, პიკეტის, მშვიდობიანი წინააღმდეგობის და ასე შემდეგ. ანუ ეს ბოლო ცდა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ის უნდა შეიფუთოს როგორც ბოლო ცდა. ანუ პატიოსნები უნდა იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები თავის ამორჩევლებთან და პატიოსნად უყვებიან და აუხსნიან ვითარებას, არანაირი შოკი არავის არ ელის. შოკი დგება მაშინ, როცა ამორჩეველს ეუბნები, რომ ეხა ქუჩაში თუ იდგები შენ 90 დღეა, ეს ამთავრობა შეეშინდება და წავა. არ შეეშინდა, დარჩა, ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ეს შედეგად მთავრობა გაიქცეოდა, არ გაიქცა და ამის შედეგად დადგა შოკი. უფრო პატიოსნად რო აეხსნათ ვითარება ხალხისთვის, უფრო ნაკლებად ისტერიული გარემო გვექცა. კი ბატონო, და ბოლო ჩემი შეკითხვა, როგორ უყურებთ პროცესს, რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ, რომ საბოლოოდ მაინც მოახერხოს ოპოზიციამ მობილიზება და აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს დისკუსია თავის პარტნიორებთან, თავის ოპოზიციურ პარტიებთან და იქნეს მიღწეული გარკვეული შეთანხმება, თუ მაინც მიგაჩნიათ, რომ ეს პროცესი უპერსპექტივოა?
ძალიან მცირეა შანსი, რომ ეთნიკურ-ეთნიკური სტრატეგიით გავიდეს ოპოზიცია არჩევნებზე. უმცირესია. მაგრამ ჩვენ დღეს ისეთ მდგომარეობაში ვართ, ამ უმცირეს შანსს უნდა მოვეჭიდოთ და დავუჭიროთ მხარი. რა და როგორ გავავად, როგორ კეთილი, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დიდი მადლობა. რადიო მაესტროს ეთერში იყო ინტერვიუ.